შარშან ზაფხულში, წელს არა, იმის წინა ზაფხულში, ძალიან კარგად დავისვენე. რამდენიმე თვე ავიღე და მთლიანად მიუძღვენი ჩემს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, დასვენებას, ისეთ გართობას, რომელიც სიამოვნებდა გულწრფელად და არა რაღაც იმის გამო რომ მოდაში იყო და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან კარგი დრო გავატარე რა. დაახლოებით 2-3 თვე არაფერი არ მიკეთებია, გარდა იმისა, რაც შინაგანად მართლა მაინტერესებს და თქვენ იცით რომ მე ძალიან მაინტერესებს შინაგანად და ჩემი აბსოლუტურად ბუნებრივი ენერგიით, ასე ვთქვათ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ძალიან მაინტერესებს როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა. და მოკლედ მთელი ეს 2-3 თვე და ცოტა მეტიც ვკითხულობდი სხვადასხვა წიგნებს, უსმენდი ლექციებს, როგორც ნეირომეცნიერებიდან, ისე ფსიქოანალიზიდან, გეშტალტ თერაპიიდან, ვუყურებდი კიდევ სხვადასხვა YouTube-ის საუბრებს, ადამიანები საუბრობდნენ, არის TED-ის საუბრები, ბევრ რაღაცას ვუყურებდი, უსმენდი და ვკითხულობდი წიგნებს. ფილოსოფიაც იყო ჩემს სიაში და წავიკითხე და ასე შემდეგ. და თავისთავად ისე მოხდა, რომ ამ 3-4 თვიანი, ასე ვთქვათ, დასვენების პერიოდში რასაც ვკითხულობდი, ვინიშნავდი რაღაცებს და მთელი ამ ჩემი, ასე ვთქვათ, თვითგანათლების და გართობის პროცესში მოვინიშნე 14 ძალიან მნიშვნელოვანი და მარტივი რამ, რაც ჩემი დასკვნით და ჩემი გადასახედით, რომელიც დაეფუძნა იმ 3-4 თვიანი ლექციების სმენას და წიგნების კითხვას, აადვილებს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ეს 14-ვე პუნქტი არის ძალიან მარტივი, განსახორციელებელი და გარემო, სადაც ესენი შესრულებული იქნება ადამიანისთვის ჯანსაღი, ნაყოფიერი, სავსე, უამრავი ავლადიდებით, რომელიც არ არის, ვთქვათ, აუცილებლად მატერიალური. და ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ მატერიალური სიკეთე არ უზრუნველყოფს ადამიანის კარგად ყოფნას და კეთილდღეობას და ამისათვის სხვა სიკეთეების მოხვეჭა არის აუცილებელი, სხვა ავლადიდების დაგროვებაც არის მნიშვნელოვანი. ეხლა ჩამოვთვლი, აქ მაინც დავიდე სია იმისათვის, რომ თუ დამავიწყდა რაიმე ამ 14-დან, აუცილებლად ჩავიხედები და გეტყვით. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რაც ადამიანის ფსიქიკის ჯანმრთელობას ხელს უწყობს და სჭირდება პირდაპირ და აქ ვეფუძნები მე ჩემს ცოდნას ადამიანის არქაული წარსულისა, რომელიც არის ქვის ხანა, ვეფუძნები ნეირომეცნიერებას, ძირითადად ჰიუბერმანის ლაბორატორიას უსმენ ხოლმე YouTube-ზე, თუმცა სხვა ნეირომეცნიერული ჩენელებიც მაქვს და ინტერნეტშიც სტატიებს ვეძებ ხოლმე და იქიდან ვეცნობი და კიდევ ვეფუძნება ფროიდის, პერლსის, ბერნის და ასე შემდეგ სხვადასხვა ნაშრომებს, ასევე უზნაძის ნაშრომებს ძირითადად. და ეს პირველი ალბათ არის საერთოდაც უმთავრესი იმ გაგებით, რომ აი ამ პირველის წიაღში მე წარმოიქმნება დანარჩენი სხვა ყველაფერი. და ეს პირველი არის შეკრება მიმღებლურ და კეთილგანწყობილ თემში. შეკრება, ანუ ადამიანების კრებული თემი, რომელიც არის განწყობილი მიმღებლურად. ოღონდ არ არის ეს თემი დაპროგრამებული რაღაც იდეოლოგიით, არამედ არის ღია. ადრე, როდესაც თავიდან წარმოიქმნა თემი ადამიანთან და არ არსებობს კულტურა, არ არსებობდა ადამიანი თემის გარეშე, თემს ჰქონდა ძალიან მკაცრი წესები, ძალიან მკაცრი იდეოლოგია, განსაზღვრული და ამაზე ახლა ძალიან ბევრი ისტორიული თუ სხვა მონაცემი არსებობს, ხო? და სამწუხაროდ ესეთი თემი განაპირობებდა მერე
რომ ადამიანი ან მიეკუთვნებოდა ამ თემს და ხდებოდა მისი ნაწილი იმით, რომ დაემორჩილა მის კანონებს უმკაცრესად და შეისისხორსა ეს კანონები და ან თემი მოიკვეთავდა მას და გააგდებდა და ეს ასახული არის ძალიან ბევრ კულტურულ ფენომენში და ისტორიულში და მათ შორის რელიგიაში, სადაც არის, რომ ბნელსა მას გარესკნელსა განდევნონო, ანუ ჯოჯოხეთი აღწერილი იყო ადგილად, სახარებაშიც ბევრჯერ არის ეს ნახსენები, სადაც კრებულიდან გააძევეს ადამიანი და რაღაცა საკანჯველში ჩავარდა. ანუ მოკვეთა და განდევნა ადამიანისა თემიდან. და თემი არის საფუძველი, თემი ოჯახი, საახლობლო წრე არის საფუძველი, რაზეც ადამიანის ფსიქიკა შენდება და თუ აქედან მოიკვეთავდნენ ადამიანს და გააგდებდნენ, ძველ დროში ეს ტანჯვას, სიკვდილს ჯოჯოხეთს ნიშნავდა, მართლაც ასე იყო. და დღემდე ჩვენი ფსიქიკა ასე მუშაობს და ასე ფუნქციონირებს და ამიტომაც ძალიან სამწუხაროდ დღემდე არის რაღაცა კრებულები და თემები და საზოგადოებები, სადაც ადამიანს, ვთქვათ, განდევნიან თუ ის წესებს არ ემორჩილება. ნუ რაღაცა წესის გარეშე თემი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს წესები, რაც აქვს თემს, იყოს მიმღებლური და არა მკაცრი. ოკეი. ეხლა, ნუ პირველი ეს პუნქტი, რაც თქვი, არის კრებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის მიმღებლური და კეთილგანწყობილი. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ჯგუფში არ არის კონფლიქტები, არ არის კამათი და არ არის ასრთა სხვადასხვაობა. პირიქით არის, ოღონდ საფუძველი ადამიანების შეკრებისა. ის კი არ არის, რომ კონფლიქტები არ იყოს და აბსოლუტურად ყველამ ერთნაირად იფიქროს, არამედ საფუძველი არის, რომ ნებისმიერი აზრი მანამ სანამ პატივისცემის საზღვარი არ არის გადალახული და სხვისი თავისუფლება არ არის შელახული, იქნას ასე ვთქვათ, გამოხატული და მიღებული. ეს არის კონცეფცია, რის გარშემოც ესეთი თემი იკრიბება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის 21 საუკუნის და მომავალი საუკუნეების კონცეფცია, სადაც ადამიანები შეიკრიბებიან, იქნებიან მიმღებლები და კეთილგანწყობილნი ერთმანეთის მიმართ. და ეს არის უდიდესი საყრდენი ადამიანის ფსიქიკისათვის, რომ ის გაიშალოს. ფაქტიურად საფუძველი არის ესეთი თემი. და თუ თქვათ ადამიანი თავს მარტოსულად გრძნობს და მარტოდ გრძნობს, მას შეუძლია რაღაცად იშრომოს და თვითონვე შექმნას მსგავსი თემი და მსგავსი შედრებები. ჩამოარჩ შემოქმედი ტიპები და უბრალოდ ამის ასე ვთქვათ ხაზგასმა იშვიათად მინახავს. მესმის რომ ფსიქოლოგია ძირითადად ხაზს უსვავს და ადამიანს პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ თვითონ იყოს საკუთარი თავის შემოქმედი და მარტომყოფობაში შეძლოს მან გაიტანოს თავი და ასე შემდეგ. კი, ჩვენ საერთო ჯამში ყველანი მარტონი ვართ რა. ადამიანის მარტოობა ცნობილი ამბავია, ბევრნაირად შეგვიძლია ამის შეხედვა ეგზისტენციალურად, ფილოსოფიურ ჭრილში ან რელიგიურად, ან რაც გნებავთ, ეს ესეა. თუმცა მეორე მხრივ ადამიანების სხვადასხვა მარტოთმყოფი ადამიანების თავისუფალი შეკრება და კრებული და თემი არის ძალიან დიდი ძალის და პოტენციალის მქონე, რომ ადამიანები თავს გრძნობდნენ უკეთესად, ჯანმრთელად ვითარდებოდნენ და ასე შემდეგ. ანუ პირველი ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ამ 14 მარტივი რამიდან, რასაც დღეს შემოგთავაზებთ, არის მიმღებელი და კეთილგანწყობილი თემი, სადაც ადამიანი არის, შედის კონტაქტში, იკრიბება მათთან ერთად. და აქ თავარი ერთადერთი წესი არის პატივისცემა მხოლოდ და ასევე ამ თემში ოკეია და მისაღებია, არ ვიცი, კონფლიქტები, კამათები, ასრთა სხვადასხვაობა. ეს პირველი. ეხლა შემდეგი პუნქტი არის, რომ ადამიანმა ასევე შეძლოს საკუთარ თავში განავითაროს თვითდაკვირვება, თვითდაინტერესება, საკუთარი სამყაროს შესწავლა და მარტოყოფნა. ნებაყოფლობითი მარტოყოფნა. ნახეთ, ესეთი პოლუსია. ადამიანი თან არსებობს რელაციაში და ურთიერთობაში სხვა ადამიანებთან, სხვებთან. ეს სხვები თავისთავად აუცილებლად არსებობს მტრულად განწყობილი სხვები. მტრულში არ გულისხმობ აუცილებლად მტერს.
უცხო ადამიანი, რომელსაც არ აქვს, ასე ვთქვათ, არანაირი რელაცია შენთან, ესე ავტომატურად ტრულად განწყობილად შეგვიძლია მოვიაზროთ იმ გაგებით, რომ ის არ არის კეთილგანწყობილი, ან რაიმე განწყობით არ არის, მოკლედ მოცემული, უცხოა. და ადამიანები ასეთ ურთიერთობებში, ვთქვათ, ვერ გაიხსნებიან და რაღაცა თავის საკუთარს ესე ვერ გააზიარებენ, ხო, უცხო გარემოში, რომელიც ჯერ არ ვიცი საერთოდ ტრულია, მეგობრულია, როგორია. ნუ ეს თავის თავადი მოცემულობაა ჩვენს გარემოში, ამას ძიება, შენება და შემოქმედება არ სჭირდება, მტრული სხვები. სოციალური ზეწოლა, სოციალური ნორმები, რაღაც ისეთი თემი, რომელიც განგდევნის და ასე შემდეგ, ხო? ეს პირველი. რაც არის საპირისპირო იმისა, რაც პირველ პუნქტში ვთქვი, მიმღებელი და კეთილგანწყობილი თემი, სადაც ერთადერთი წესი არის პატივისცემა. და ესე იგი მეორე ნაწილი, მეორე, ასე ვთქვათ, მარტივი რამ, რაც ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ძალიან ხელს უწყობს, არის მარტოყოფნის კულტივაცია საკუთარ თავში, რომ აი მე და სამყარო ვართ მარტო და ჩემი შინაგანი სამყარო და ჩემი გარეგანი სამყარო, ანუ გარე სამყარო როგორ აისახება ჩემში, როცა ვარ მარტო. ამით დაინტერესება, ამაში შემოქმედებითი შესვლა, ამაზე დაკვირვება. ეს არის მეორე. ეს ერთი შეხედვით მარტივად ჩანს, თუმცა ალბათ ესეც ქვაკუთხედია, ესეც საფუძველია იმის, რომ ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული და განვითარებული, იმიტომ რომ თუ რაღაც არ ვითარდება, ვიცით რომ უკან მიდის. შემდეგი პუნქტი აუცილებლად არის ადამიანის ბუნებაში ყოფნა. საიდან ვსაუბრობ ახლა მე ამ ყველაფერს? ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო ძველ დროში მივდივართ, უფრო მკაცრია გარემო და რაღაცნაირად პარადოქსულად უფრო ჯანსაღია ადამიანის ფსიქიკა. ანუ ადამიანის ფსიქიკის ეს ვთქვათ სიმპტომატიკა იწევს და იწევს ცივილიზაციასთან ერთად და როგორ ხდება ეს, ხო, არა და თითქოს ნაკლები ძალადობა, უფრო მეტი კანონია, უფლებები მეტი აქვს ადამიანს, მონობა აღარ არსებობს, მონობით ვაჭრობა და თქვათ დამონება ადამიანის შეპყრობა ან მისი გატაცება არის სისხლის სამართლის დანაშაული და იდევნება, ხო? ომები დღემდე არსებობს, მაგრამ ისეთი სიტუაცია არ არის, რომ კვირაში ერთხელ რომ ომები იყო ხოლმე, ხო? ან ყოველდღე იყო ომები, არ ვიცი და გამუდმებით იყო მოკლედ ძალიან დიდი დაძაბულობები და ასევე იყო ძალიან დიდი ჯანმრთელობის პრობლემები, რესურსების პრობლემები, სიღარიბე, სიღატაკე, რაღაცა კოშმარები იყო წარსულში, ეხლანდელი გადასახედით რო გავიხსენოთ და ადამიანები იყვნენ ფსიქიკურად გაწონასწორებულები და აი ქვის ხანაში ხო საერთოდ. და კითხვა ხო ისმის, რომ როგორ მოხდა ეს, აი რომ ჩვენ რაც უფრო პროგრესი განვიცადეთ, ფსიქიკა უფრო და უფრო ავლენს სხვადასხვა სიმპტომატიკას. ჩემი აზრით და ნეირომეცნიერებას ვეფუძნები აქ, გარემო, რომელშიც ჩვენი ფსიქიკა კარგად ფუნქციონირებდა, იყო ის გარემო, რომელსაც ის შექმნა. ანუ ევოლუციურად შექმნა ჩვენი ფსიქიკა გარემომ, რომელიც იყო ქვის ხანაში. აქ ჩამოყალიბდა ადამიანის ფსიქიკა ისეთად, როგორიც არის დღემდე. ქვის ხანიდან დღემდე ჩვენი ფსიქიკა თითქმის არ შეცვლილა. ძალიან პატარა ცვლილება არის გაკეთებული. ფიზიოლოგიურ დონეზე საერთოდ არ არის ცვლილება. ფსიქიკურ დონეზე რა თქმა უნდა არის ცვლილება, ოღონდ ის არის პატარა. სამაგეროდ აბა გახედეთ გარემოს, გახედეთ სახლს, რომელიც ადამიანმა ააშენა, ჯერ სახლი იყო, თავიდან საერთოდ გამოქვაბული იყო, მერე სახლი იყო, მერე სოფელი იყო, ქალაქი იყო, ეხლა მთლად ცივილიზაციებია, ხო? უდიდესი ცივილიზაციებია და ქვეყნები, რომლებიც იქცა სახლად. და ეს სახლი იმდენად გაიზარდა და ეს შიდა გარემო, ადამიანის ცივილიზაციის შიდა გარემო იმხელა, რომ რას მოწყდა ადამიანი, მოწყდა მის ბუნებრივ გარემოს. მან თავისი, ასე ვთქვათ, გამოქვაბული, ან თუ ჩიტი იქნებოდა ბუდე, ან თუ მგელი იქნებოდა სორო, ძალიან გაზარდა სოროს საზღვრები, ძალიან დიდი გახდა უკვე ეს თავშესაფრის საზღვარი. უჩვეულოდ დიდი, როგორც არც ერთ ცხოველს არ აქვს და მას ძალიან მოაკლდა შეხება გარე პირობებთან, რაშიც ის ჩამოყალიბდა როგორც ადამიანი. ანუ ქვის ხანაში მისი ყოველდღიურობა იყო პატარა გამოქვაბული, სადაც თბილა, ცეცხლიანთია და არის თემი, ჩემი თემი მოცემული.
და გარემო გამოქვაბულიდან როგორც კი გავდივარ, გარე სამყარო, ბუნება, რომელშიც არის სიცივე, გადარჩენის რაღაცა ბრძოლები, თავდასხმითი ბრძოლები, ხიფათი, ამ ყველაფერთან სტრატეგიული აზროვნება და შეხება და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რამ. ეხლა მე არ ვამბობ, რომ ადამიანი ჯანმრთელობისთვის ქვის ხანაში უნდა დაბრუნდეს. არანაირად. ჯერ ერთი ეს ანაქრონიზმიც იქნება, ჩვენ აღარ ვართ ის, რაც ვიყავით ქვის ხანაში. ის პაწაწინა ცვლილება რეალურად ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია. თუმცა ის გამოცდილება და ის ცოდნა, რომ რაც დღეს ვართ ჩვენი ფსიქიკური მოცემულობით, არ შეცვლილა დიდად ქვის ხანიდან, ხო? გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ კრეატიულები. და გავიხსენოთ, რომ ბუნებასთან კავშირი და ბუნებაში ყოფნა იქნება ეს ლაშქრობა, იქნება ეს გასეირნება ტყეში თუ რა, თუ არ ვიცი საერთოდაც თუნდაც პარკში გასვლა და გასეირნება, სადაც ხეებია, ცხოველებია, ფრინველებია, ჭიკჭიკი ისმის, ჰაერია და ასე შემდეგ, ეს არის გადამწყვეტი ერთ-ერთი, ამ შემთხვევაში ნომერი მესამე ჩემს სიაში, პუნქტი, რაც ადვილი გასაკეთებელია და არის გადამწყვეტი ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ამ გარემოსთან შეხება არის ასევე იმ ავთენტური და წყაროს მიერ ენერგიასთან დაბრუნება, რაც არის ადამიანში. ეს მესამე. ახლა გავაგრძელოთ. მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიხსენოთ, რომ ისევ და ისევ ქვის ხანაში, როცა ადამიანი ყველაზე ჯანმრთელად იყო, გინდა ფიზიკურად და გინდა ფსიქიკურად, მართალია ხანმოკლე ცხოვრებით ცხოვრობდა, სხვა კონტექსტი და სიტუაცია იყო, მაგრამ ჯანმრთელობას ნამდვილად არ ურჩიოდა. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ცხოველებიც ჯუნგლებში არც ფსიქიკური საკითხებით იტანჯებიან და დიდად არც ფიზიკურით, იმიტომ რომ იქ ამისი სივრცეც არ არის. როგორც კი ეს გამოჩნდება, დაიღუპება ცხოველი, ხო? ანუ გარემო რაღაცა ძალიან მკაცრია და მეორეს მხრივ განაპირობებს ჯანმრთელობას. და ეხლა რა არის შესაბამისად მეოთხე პუნქტი, რომ ქვის ხანის დროს ადამიანს ძალიან ხშირად უწევდა სირბილი და გადაადგილება, მოძრაობა. ანუ სირბილის, სიარულის, ნადირობის, კენკრის ძიების, მოძრაობის გარეშე ადამიანი იყო დაღუპული. მას გამუდმებით უწევდა მოძრაობა და უჩქარდებოდა გული. და დღეს ადამიანი იმისათვის, რომ მოიპოვოს საკვები, ძირითადად ზის. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება. ზის, დგას და იშვიათად შეიძლება მოძრაობს, მაგრამ მაინც ძირითადი ამბავი არის, რომ ზის. 90% ალბათ ადამიანების ამით მუშაობს ზის. ამიტომაც ჩემი ღრმა რწმენით და ისევ ნეირომეცნიერების გამოყენებით და მასზე დაყრდნობით ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი გული დღის მანძილზე აჩქარდეს. უნდა აჩქარდეს ისე, როგორც ჩქარდებოდა ქვის ხანის დროს, როცა ის დარბოდა. და თუ ადამიანი, ნახეთ, ეს ჩემი დაკვირვებაა, უკვე ეს არ არის მეცნიერული კვლევა, მაგრამ მე ასეთი ჰიპოთეზა მაქვს. თუ ადამიანი ფიზიკურად არ იჩქარებს გულს და თავის ნებით დღეს უკვე აღარ წყვეტს, რომ რაღაც ისეთ აქტივობაში ჩაერთოს, სადაც ფიზიკურად დაიღლება, გული აუჩქარდება, სულ თქვა აუჩქარდება და ასე შემდეგ, ფსიქიკა მოიფიქრებს რაიმეს, რომ გული მაინც აჩქარდეს და ეს შეიძლება იყოს პანიკური შეტევა. ეს შეიძლება იყოს სხვა ფსიქიკური საკითხი, რამაც ნეგატიური ფიქრების გამო გული ააჩქარა, წნევა აწია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი ორგანიზმი მოწყობილია იმისთვის, რომ ჩვენ ზოგჯერ ვიგრძნოთ სტრესული ემოციები და გრძნობები და გულიც აგვიჩქარდეს. ამის გამო რა თქმა უნდა ფიზიკური ვარჯიში და სირბილი თუ სხვა მოკლედ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რომელიც გულს აჩქარებს და დატვირთვას მისცემს, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი, იმიტომ რომ როდესაც გული ჩქარდება, ტვინსაც არაჩვეულებრივად მიეწოდება სისხლის სხეულსაც, განიმუხტება უამრავი ენერგია, რომელიც გროვდება სხეულში იმისთვის, რომ ჩვენ სირბილი შევძლოთ და საკვების მოპოვება და ეხლა კი დღეს ეს აღარ არის სოციალურად საჭირო, ხო? მე ნადირობა აღარ მიწევს, მაგრამ ჩემ ორგანიზმს ახსოვს, რომ მე მჭირდება ნადირობა და ის ამისთვის ენერგიას აგროვებს და მე ამ ენერგიას არ ვხარჯავ. და ეს პირდაპირ გითხრათ, თუ გული არ აჩქარდა და სტრესი არ მიიღო ორგანიზმმა, ჯანსაღი სტრესი, მივდივართ დეპრესიისკენ ადამიანები, იმიტომ რომ ის ენერგია გროვდება და დაუხარჯავად ჩაგროვდება ორგანიზმში. ეს მეოთხე პუნქტი. ეხლა მეხუთე პუნქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანს დღეს უამრავი რიტუალი მოახვიეს თავს და რიტუალები დიდი ხანი არსებობს და რიტუალი საერთოდ არის ის, საიდან შემოქმედება ამოიზარდა.
დასაწყისში თეატრი, მუსიკა ეს ყველაფერი რიტუალით წამოვიდა, ხო, კულტიდან. რაღაც კულტი ქონდა ადამიანს, რის გარშემოც იკრიბებოდნენ და ქვის ხანაში ცეცხლის გარშემო დარბოდნენ რიტმულად, დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და ასე შემდეგ. ანუ ნელ-ნელა რიტუალი შემოვიდა ადამიანის ცხოვრებაში და აქ ადამიანმა შემოქმედება გამოავლინა. მაგრამ ძველი ადამიანი ასე იყო მოწყობილი, რომ ეს თემი იყო უმკაცრესი და იქიდან განდევნის თემები იყო და რაღაცები და კულტის გარშემო იკრიბებოდნენ და ასე ცხოვრობდნენ და დღეს არის ხანა ჩემი ხმარწმენით, როდესაც ადამიანი კი შეკრებაც წეღან ვახსენე, მაგრამ ადამიანმა შემოქმედებითობა მაქსიმალურად თუ არ გამოამშხავნა, ისევ და ისევ გროვდება ეს ენერგია, რომელიც გამოსამშხავნებელია და ცუდად აისახება მე ადამიანის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და ამისათვის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ხერხი არის რიტუალი. მე ადრე რიტუალის მნიშვნელობა არ მესმოდა. იმიტომ რომ მე რიტუალი მეგონა, ქორწინების რიტუალი, ნათლობა, რაღაც ხელმოწერაზე რომ მიდის წვილი, მე ან წესის აგება, ესენი მეგონა მე რიტუალები და ეს არის ჯგუფური რაღაც რიტუალები, რომელსაც არაფერს ვერჩი, რელიგიური რიტუალები, მაგრამ მე როდესაც რიტუალს კარგად გავეცანი, მივხვდი რომ დილას რო პირობითად ყავას ვსვავ, ეს რიტუალია. მე როდესაც თქვა საღამოს მზე ჩადის და ამ დროს მუზა მომდის რომ რამე დავწერო და ვიღებ დავწერე, ესეც რიტუალია. ის რომ ხანდახან, არ ვიცი, ხატვა მინდება, დავჯდები მოვაწყობ ადგილს, სადაც უნდა დავხატო, იქ რაღაც არ ვიცი, საგზალი მიმაქვს თუ ბუნებაში გავდივარ დასახატად, მიმაქვს ფუნჯები, ამ ფუნჯების საწმენდი, მე თვითონაც ვემზადები და ასე, ესეც რიტუალია. და მივხვდი რომ ადამიანის ცხოვრებაში შემოქმედებითი ნაწილი რაც არის, ეს არის ფაქტიურად რიტუალები, რომელიც მას ძალიან ეხმარება და თუ ეს გაცნობიერდა, მაგ შემთხვევაში ორმაგ ეფექტს იძენს. ანუ ცნობიერად ვიცი რომ მე რიტუალი მჭირდება და ახლა შემოქმედი ვხდები რიტუალის. ვქმნი რიტუალს და რიტუალს ვქმნი არა იმიტომ დავწერ, არა იმიტომ რომ აუცილებლად შედევრი დავწერო, არამედ იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე შემოქმედი ტიპი ვარ და წერა, რა ვიცი, ხატვა, მუსიკა, სიმღერა, დაკვრა და ასე შემდეგ არ არის მხოლოდ იმისთვის რომ გარედან ტაში დამიკრან. მე ამაზე ადრე კონფლიქტი მომივიდა, მე მუსიკოსი ვიყავი და ვარ კიდეც. ალბათ არ არის რაღაც ისეთი რაც იყავი და აღარ ხარ, ხო? და რაღაც სუფრაზე ვიყავი და ვამბობდი რომ მე არ უკრავი იმისთვის რომ ხალხმა ტაში დამიკრას და იქ ბევრი მუსიკოსი ისხდნენ და როგორ არა დაბარისთვის უკრავ და სხვარისთვის შეიძლება ადამიანი უკრავდეს და მეთხარი მე რო უკრავ მე თვითონ სიამოვნებს. და ორივეა. რა თქმა უნდა გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ტაშს რო უკრავენ მუსიკოსი, იმიტომ რომ მან რაღაც იგრძნო და დაუკრა სხვასაც მოასმენინა. ესეთი რიტუალიც არის, ხო? ისევ კრებულისა და მარტოყოფნის თემაზე მივდივართ. ანუ დაკვრა და რიტუალის გაზიარება თემში, რომელიც მხარდამჭერია და შენი პატივისმცემელი, ხანდახან აქვს კონფლიქტები. ან შემოქმედება დაკვრა და რიტუალი შენ საკუთარ თავთან სამყაროში, როდესაც ხარ მარტო. ორივეს აქვს უდიდესი დატვირთვა და ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მე და შენ არის სულ. მე ჩემ თავთან და მე და შენ. ხო, აი ეს როდესაც მე ჩემ თავთან ვარ, მაგ დროს მე და სამყარო ვართ, მე და შენ. და როდესაც ადამიანებთან ვარ, მაშინ ადამიანები არის ეს შენ, ხო? ეს მეხუთე პუნქტი. რიტუალების შექმნა და ეს მინდა გითხრათ, რომ ფსიქიკას აწონასწორებს. ნებისმიერ რამეზე შეიძლება და ასევე არის გაუცნობიერებელი ნეგატიური რიტუალები ადამიანის ცხოვრებაში და მათი ამოცნობა და კრეატიულად, ასე ვთქვათ, სახეცვლა, კრეატიულად მათი დანიშნულების პოვნა და ამ დანიშნულებისთვის რაღაცა ახალი დადებითი რიტუალის შექმნა არის შესაძლებელი. აი უარყოფითი რიტუალის მაგალითი არის, ვთქვათ, რომ ყოველ საღამოს რაღაცა სამი ჭიქა ღვინო დავლიო. ეს რიტუალია. ეს არის რიტუალი, რითიც ადამიანი თავს იწონასწორებს და ორგანიზმი ამბობს, რომ მე რიტუალი მჭირდება, მე წონასწორობა მჭირდება, მე ცოტა მოდუნება მჭირდება, იქ რომ დააკვირდე, ზუსტი ინფორმაცია შეგიძლია იპოვო, შენ რა გჭირდება, რის გამო სვავ სამჭიქას ყოველ საღამოს, მაგრამ თუ სამჭიქას ყოველ საღამოს დალევ, რაღაცა დროის გასვლის მერე უკვე ჯანმრთელობას იფუჭებ. ამიტომ ეს არ არის კარგი რიტუალი.
ასევე შეიძლება ცუდი რიტუალია ის, რომ კვირაში ერთხელ ადამიანს შესაძლოა გაუცნობიერებლად უნდება, რომ იყვიროს და იჩხუბოს. და მე მინახავს, რომ ადამიანი, რომელიც თქვა ჩხუბში და ყვირილში გაიზარდა და სიტყვაზე ეს მშობლები დაიხოცნენ, გარდაიცვალნენ და აღარ არის ჩხუბი და ყვირილი და ჩამოწვა სიჩუმე. და ფსიქიკა მიჩვეული იყო ამ რიტუალს. ნახე, ამ რიტუალით მუხტავდა თავს და გადის ეს ადამიანი და ქუჩაში ეძებს შარს. არ ვიცი, მაღაზიაში, ტრანსპორტში, ქუჩაში, ყველგან ეძებს შარს, რომ იყვიროს და იჩხუბოს, იმიტომ რომ რიტუალი იყო ჩასმული არაცნობიერად, ესეთი განმუხტვის. და ახაც თუ გაცნობიერდა, შეიძლება რაღაც სხვა იპოვოს ამ ადამიანმა. და მაგალითად არ ვიცი ყვირილის თერაპიაზე წავიდეს ან წავიდეს რაღაცა ისეთ სპორტში სადაც არის ფიზიკური შეხება ხო აი ჭიდაობა ან ბოქსი და ასე შემდეგ და იქ განმუხტოს თავისი ეს ენერგია და ასე შემდეგ ნახეთ რომ გაცნობიერდება დამანგრეველ და დესტრუქციულ სახეს აღარ იძენს რომ აი მე რიტუალი მაქვს რომ განმიმუხტო ყვირილით სად შეიძლება რომ ჯანსაღად ვიყვირო ისე რომ არავინ დავაზიანო და ისეთი კონფლიქტი არ გამოვიწიო სადაც მე რთული პასუხისგებლობები დამეკისრება არ ვიცი ციხე პოლიცია და ასე შემდეგ ხო ეს მეხუთე ანუ რიტუალები ნეგატიური და პოზიტიური შინაარსის როგორც საკუთარ თავთან და სამყაროსთან მარტომყოფობაში ისე თემის წინაშე ცნობიერად და არაცნობიერად იმიტომ რომ არაცნობიერად რიტუალს ვერავინ გაექცევა ჩვენი არაცნობიერი კარგად პოულობს ხოლმე რიტუალებს და ქმნის ინტუიციითაც რომ საკუთარი თავი გაიწონა სწოროს შემდეგი არის კრეატიულობის განვითარება, რომელიც ასევე რიტუალიდან ამოიზრდება. და ეს კრეატიულობის განვითარება არის ცნობის მოყარეობაზე, შეცდომების დაშვებაზე დაფუძნებული მდგომარეობა. ბავშვობაში, როდესაც ადამიანი ფეხს იდგავს, ის ბევრ შეცდომას უშვებს და წაიქცევა ადგება. მაგრამ თუ წაიქცა და ამ დროს მშობელმა კივილწივილი ატეხა რომ ვაიმე რა მოხდა და კისერი არ მოიტეხოს და ასე შემდეგ მოხდება ესეთი რამ ბავშვი იფიქრებს რომ მისი წაქცევა არის კატასტროფა ანუ შეცდომა არის კატასტროფა და რაღაცნაირად ფეხს აიდგავს მაინც ნუ ფეხის ადგმა ძალიან ფუნდამენტურია მაგრამ შიში რო არ წავიქცე ჩაყოლილია და ეს შიში ითარგმნება შეცდომის დაშვების შიშად და თუ შეცდომების დაშვება არის ჩაყოლილი როგორც წამყვანი შიში ეს კლავს კრეატივს იმიტომ რომ კრეატივი არის ზუსტად გზა სადაც წავიქცევი ავდგები და კრეატივის განვითარება ანუ შეცდომების დაშვების სივრცე საკუთარი თავისთვის ამუფლების მინიჭება არის აი ეს მე-6 პუნქტი, რომელიც ამ 14-დან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკის ჯანმრთელობისთვის. ეს შეცდომების დაშვებაც ხდება საკუთარ თავთან, მაგრამ უდიდესი თერაპიული და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს შეცდომების დაშვებას თემში, კრებულში, ჯგუფში, რომელიც არის შენთან ერთად და მათ წინაშე. ერთი ადამიანის წინაშეც კი შეცდომის დაშვებას ბევრად მაღალი ეფექტი აქვს იმ შემთხვევაში თუ იქ კივილწივილი არ აწყდა და ჯგუფი არის როგორც წეღან აღწერე მიმღებელი ყველაფრის მიმართ უპატივცემულობის გარდა. ნუ პატივისცემა არის ერთადერთი წითელი ხაზი ასეთ ჯგუფში რომელიც არ უნდა დაირღვეს ხო? დანარჩენი მიმღებელია და ამ შემთხვევაში შეცდომების მიმღებელიც არის, იმიტომ შეცდომა ნაწილია პროცესის. და როდესაც შეცდომა ხდება ოკეი და მისაღები, როდესაც ჩავარდნა, როდესაც წარუმატებლობა არის ინტეგრირებული ადამიანში როგორც შესაძლებლობა, ხო? აი ამ შემთხვევაში მას ხელფეხი ეხსნება, რომ იყოს კრეატიული. და აქ ახლა პიტერ ფილიპსონის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ შემხვდა. არაჩვეულებრივი სიტყვებია, რომ ჩვენ ნებისმიერი რამის დროს ურთიერთობა იქნება ეს თუ სულაც ბრძოლა ბოქსის მოედანზე, რინგზე, ბოდიში. ნებისმიერ დროს გვაქვს იმედი, რომ გავიმარჯვებთ და გვაქვს იმედი, რომ ურთიერთობა გამოვა და ნებისმიერ პროექტს, როდესაც ვიწყებთ, გვაქვს იმედი, რომ ეს პროექტი შედგება, ხო? და ამავდროულად ჩვენ პარალელურად თუ არ ვართ დანებებული, შეგუებული, როგორ გითხრა, მიმღებლური იმის მიმართ, რომ შეიძლება არ გამოვა და შეიძლება ურთიერთობის ნაცვლად გული მეტკინოს და მოგების ნაცვლად წავაგო
და კარგი პროექტის ნაცვლად ცუდი გამომივიდეს და შევრცხვე. და ბევრია ესეთი რამ, ანუ მეორე პოლუსი თუ ინტეგრირებული არ არის, ძალიან ჭირს, რომ ადამიანმა რაიმე გააკეთოს. ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ გარანტია მოიპოვოს, რომ ურთიერთობა გამოვა, მას ურთიერთობა არ ექნება. ადამიანი, რომელიც ცდილობს გარანტია იგრძნოს, რომ მისი სიმღერა იქნება იდეალური და ყველას მოეწონება, ვერ იმღერებს. ადამიანი, რომელიც ჩაეჭიდება იმის რკვევის მცდელობას, რომ მისი პროექტი წარმატებული იქნება, პროექტს ვერ გააკეთებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ აკლია მეორე პოლუსი. ნახეთ, პოლუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ერთ პოლუსში მყოფი ადამიანი ნევროტულია და ნევროზი შებოჭვას ნიშნავს, ხო და ჩაკეტვას. ანუ კრეატივი და გახსნა და შემოქმედებითობა და ქმნა რაღაც ისე თავისთავად გულისხმობს დათანხმებას ცნობიერად, რომ შეიძლება არ გამოვა. მე ფეხზე სიარულს ვისწავლი იმ მომენტში და ეს ასეა უბრალოდ ალბათ იშვიათი ადამიანი, ვისაც ეს ახსოვს, როდესაც მე ოკეი ვარ, რომ წავიქცევი. თუ ამასთან არ ვარ ოკეი, მე ვერასდროს ვერ გავბედავ, რომ ფეხი ავიდგა. და რატო არ ვარ ხოლმე ოკეი? იმიტომ რომ ბავშვობაში შესაძლოა ჩემი წაქცევა კატასტროფად იქნა მონათლული ოჯახის წევრების მიერ, გაუცნობიერებლად. და რეალურად ამაში კატასტროფა არ არის. ჩვენ მითიც კი გვაქვს, ხო? ფენიქსის, რომელიც ფერფლიდან აღსდგება. წაიქცევა ადამიანი ზოგჯერ და აღსდგება. სანამ ცოცხალია. ნიჩეს მიაწერეს ეს არ გადამიმოწმებია, რომ რაც არ კლავს გვაძლიერებსო და ვინც ნიჩიანელები ხართ და ნიჩეს კარგი მცოდნეები, მითხარით რა, რამდენად შემხვდა ეს ფრაზა, რომ ნიჩესიაო, რაც არ კლავს გვაძლიერებს და რამდენად ნიჩე არ ვიცი, მოარული ფრაზა კი არის. და ეს შინაარსია ამაში. რაც არ კლავს გვაძლიერებს, ნიშნავს იმას კი არა, რომ ცუდი რაღაცები რო გვემართება დედა რა კაია. რომ გავძლიერდით, ამას არ ნიშნავს, ნიშნავს იმას, რომ რაც არ გკლავს, ის კატასტროფა არ არის. და შესაბამისად იქიდან შეიძლება ბევრი რამის სწავლა და ფეხზე ადგომა და წინსვლა. და ეს როცა გაქვს ინტეგრირებული, მაშინ შეიძლება რომ ნიჩესავით დაწერო ზარატუსტრა. ეს შეიძლება. მაგრამ თუ შენ იმას ნერვიულობ, რომ მე ზარატუსტრას რო დავწერ, ხალხს მოეწონება თუ არა, შეცდომა იქნება თუ არა, და ნიჩეს ნაწერში დარწმუნებული ვარ, კამათი რომ მოგინდეს, უამრავ რამეს იპოვი. ყველა გენიალურ ნაწარმოებში იპოვი შეცდომებს. მე არ მჯერა, რომ რაიმე შემოქმედება იქნება ისე, რომ ის არის იდეალური. ეგეც ვერ იპოვის ვერავინ, ხო? ამიტომ შეცდომის ინტეგრირება, შეცდომის დაშვების, წაგების, იმის, რომ ურთიერთობა არ გამოვა, იმედთან ერთად უიმედობასთან შეგუება არის ზუსტად ის წონასწორობა, რაც მე შემოქმედებითობას გააღვივებს და ესეც არის ფსიქიკის სიჯანსაღის საწინდარი და ეს არის ნომერი მე-6 პუნქტი, რაც ვთქვი. ეხლა მე-7 ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ავთენტური, რომ გამოხატოს თავის თავი და ის დაინახონ. აი იმ კრებულმა და იმ თემმა, რომელიც მე წაღან აღწერე. ეს მის ფუნდამენტურ მოთხოვნილებას და საჭიროებას აკმაყოფილებს, რომ მან საკუთარი თქვას გამოიტანოს გარესამყაროში, აუცილებლად სიტყვებზე არ არის საუბარი. ეს შეიძლება იყოს მოქმედება, შეიძლება იყოს შემოქმედება, შეიძლება იყოს, არ ვიცი, ლიტერატურა რაიმე და ასე შემდეგ დაწეროს, ან ბგერა ამოუშვას პირიდან, არ ვიცი, ან ტანსაცმელი ჩაიცვას რაღაცნაირი და აჩვენოს, რომ ნახეთ მე როგორ მაცვი, ან თმა შეიღებოს. აი ძალიან ბევრნაირად ადამიანი გამუდმებით ინფორმაციას გასცემს და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომ გასცემს იქითკენ ვიღაცა მიიღო ეს ინფორმაცია და გავიგონე შენი ხმა. აუ, ესე და ვინ არის, მესმის, აქა ვარ. ნახე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჯანმრთელობის საწინდარი აგრეთვე. ანუ ისევ თემთან მივდივართ, ფაქტიურად თემიდან არის ამოზრდილი ყველაფერი. თემი, ჯგუფი, წრე, რომელშიც ადამიანი არის და თავს დაცულად გრძნობს, პატივცემულად. და აი ამ ჯგუფში მას აქვს ასპარეზი, რომ თავის თავი გამოხატოს და დაინახონ. და აქ ახლა დავამატებ მე-8 პუნქტს, რომელიც ასევე არის ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ესეც მარტივია. ახლა აქამდე რაც ჩამოვთვალე, არც ერთს არ ჭირდება $1,000,000. აი არის ესეთი მოარული
რაღაცნაირი რწმენა, რომ ძალიან ბევრი ფული თუ არა გაქვს, ჯანმრთელი ვერ იქნები, ვერც ფსიქიკურად, ვერც ფიზიკურად. და მთლად ასე არ არის, მეგობრებო. რაღაცა შემოსავალი, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ადამიანმა უზრუნველყოს თავისი საჭიროებები, პირველადი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მერე უკვე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როდესაც მივდივართ, მატერიალური შეძლება ძალიან მეორეხარისხოვანია. სულ სხვა რამ არის მოსახვეჭი და სულ სხვა ავლადიდებაა დასაგროვებელი იმისთვის, რომ ადამიანის ფსიქიკა იყოს წონასწორობაში და ვითარდებოდეს სიჯანსაღისკენ. და ერთ-ერთი ასეთი არის, რომ ჩვენ ვიცით ისტორიულად, რომ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამბავი, ამბის თხრობა. ამბის გარშემო გაერთიანება და ამ ამბავზე კონცენტრაცია, მისი თხრობა, ვერე გარჩევა, ახსნა, ჩახედვა, ამბის პერსონაჟების, თქვათ, შეგრძნება საკუთარ თავზე, ამბავის გარშემო გაერთიანება და კათარზისი. ეს არის ასევე ადამიანის ფსიქიკის ჯანმრთელობის საწინდარი, ამბავი. ეს შეიძლება იყოს როგორც საკუთარი ნამდვილი ამბავი, ისე გამოგონილი ფიქციური ამბავი, რომლის მოყოლა, გაზიარება და წარმოსახვა და კონცენტრაცია მასზე, შემდეგ სიმბოლური გარჩევა იქნება, თუ რაც გნებავთ, ყველაფერი არის პირდაპირ საკვები ჩვენი ფსიქიკისთვის, რომ ის იყოს კარგად. ესეც თქვენი ამბავი და მის გარშემო ყოფნა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან ძველი არქაული მეხსიერების გამო ჩვენს ფსიქიკას სიამოვნებს ცეცხლთან ჯდომა. აი კოცონის დანთება და კოცონთან ჯდომა აჯანსაღებს აშკარად ფსიქიკას. აქაც მოდის მოგრძოტვინს ეტყობა სიამოვნებს ეს, რომ ცეცხლის გარშემო შედან ადამიანები ეპიგენეტიკური მეხსიერებაა შესაძლოა და მოკლედ ცეცხლის გარშემო გაერთიანება, ამ ცეცხლის ერთად დანთება, მოვლა რო არ ჩაქრეს და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარია. ესეც შესაძლებელია ყოველგვარი მილიონი დოლარის გარეშე, რომ ადამიანები შეიკრიბონ და კოცონი დაანთონ და რაღაცნაირად ეს კოცონი და არ იყო შემთხვევით, რომ აი დარბაზებში, ძველ ქართულ სახლებში ცენტრში იყო ეს ცეცხლი. და იმ ცეცხლის გარშემო იყო დაორგანიზებული ყველაფერი. ეს თითქოს სისტემის სიჯანსაღის საწინდარი იყო, იმიტომ რომ ცეცხლს ახასიათებს და ამაზე ხო მთელი რწმენები იყო, რომ განწმენდია და სიცოცხლე და ცეცხლი ერთი ძირია და არ ვიცი, ცეცხლი როგორც ცეცხლთა ყვანისმცემლობაც არსებობდა, ხო? იმიტომ რომ ადამიანმა როგორც ჩანს შენიშნა, რომ ცეცხლის დანთება და მის გარშემო ყოფნა მის ფსიქიკას სიამოვნებს და რატო სიამოვნებს, ხო? იმიტომ რომ როდესაც მან ცეცხლის დანთება არ იცოდა, იღუპებოდა სიცივით. და როდესაც მოიპოვა პირველად ცეცხლი და დაანთო და ამაზე მითები, არ ვიცი, ხო, რამხელა ამბავია ცეცხლის გარშემო, თუ დაკვირვები ხართ და განათლებაც ცეცხლის ის არის, ხო, ანათებს ეს ცეცხლი და სინათლის მომტანია, ხო? და ცოდნა, განათლება, აი ძალიან დიდი სიმბოლო არის ფსიქიკისთვის ცეცხლი, რომელიც ეპიგენეტიკურად უკვე დალექილია საუკუნეების მანძილზე და შესაბამისად ცეცხლის ირგვლივ ყოფნა ადამიანებისთვის არის ჯანმრთელობის საწინდარი. იმ რაღაცა ძალიან ძველის გახსენება, რომ ჩვენ გადავრჩით, გავთბით, საჭმლის მოხარშვა დავიწყეთ, კი აღარ ვქცივა და მიტოვებულები კი აღარა ვართ ღმერთებისაგან. არა, აი ჰერაკლემ ან ამირანმა ვინც გნებავთ მოიპოვა ჩვენთვის ცეცხლი პრომეთემ და ჩამოგვიტანა ეს ცეცხლი და ახლა ჩვენ გვაქვს ის. ეს რაც შეეხება კოცონს. ასევე ძალიან განმავითარებელია ადამიანისთვის როლების თამაში. ეს ჯერ კიდე ალბათ ტოტემურ ხანაშიც იქნებოდა და საერთოდ როლების თამაში მაიმუნებთანაც კი არის, ხო, მიბაძვა. როლი რა არის, რომ სხვა რაღაცას მიბაძო, რაც ამ წუთში შენში არ არის. რატო არის ისეთ განმავითარებელი? ყველაზე იოლი გზაა, რომ რაიმე ისწავლო. აი რაღაც ისეთ როლში რო შედის ადამიანი, რაც სხვისი იყო, ან გამოგონილი როლია, ან არ ვიცი, როლი მოკლედ არის მიბაძვაზე დაფუძნებული და ეს მიბაძვა არის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ სხვის ტყავში იგრძნო თავი და რაღაც ისეთი გამოსცადო, რაც შეიძლება შენი ცხოვრების ნაწილი არ არის. და როგორც ბევრჯერ მithქვამს, მოგრძოტვინი ამას ვერ არჩევს. რეალურია თუ არა, შენ თამაშობ როლს თუ მართლა ხდება ეს შენს ცხოვრებაში და შესაძლოა ათასნაირი გამოცდილება მიიღო. ანუ შენი გამოცდილების პალიტრა ძალიან გააფართოვო და შენს ტყავზე შეიგრძნო როლები. ზუსტად ამას ვაკეთებთ ხოლმე კინოფსიქოლოგიის საღამოზე. როდესაც კინოდან აღებულ პერსონაჟებს თამაშობთ.
შევიგრძნობთ ჩვენში მათ ცხოვრებას, როგორია ეს. რა თქმა უნდა, ჩვენებურად. ესეც არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი. ეხლა შემდეგი პუნქტი მე მიწერია. ერთიანი რიტუალი და ერთმანეთთან გაზიარება, რადგან ნახეთ ეხლა რა ხდება. როდესაც თქვათ ჯგუფი არის შეკრებილი და ერთმანეთს რაღაცებს უზიარებთ, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ასპარეზი, რომ ჩვენი საკუთარი თავი გამოვხატოთ, ჩვენ ხანდახან გვიწევს, რომ ჩვენი საკუთარი თავი დავთმოთ, უკან დავიხიოთ და დავთმოთ სივრცე სხვას, ვინც ახლა რაღაცას გვიზიარებს. და ამისთვის გვჭირდება კონცენტრაცია სხვაზე, ანუ საკუთარი თავის გარდა სხვაზე გასვლა და მისი მოსმენა, დაკვირვება და აღქმა. ასევე გვჭირდება მასთან ყოფნა ფსიქოემოციურ კავშირში, გაჩუმება ნებისყოფით, რომ არ წამოგცდეს რაღაცების უმოდის, ხო? როდესაც უსმენ 1000 რამე მოდის ჩემში. მაგრამ მე ნებისყოფით ვჩერდები და ვუსმენ და ვუთმობ სხვას. ანუ უნარი ვითარდება ნებისყოფის და უნარი ვითარდება იმის, რომ სხვაც მნიშვნელოვანია. ეს არის ჯანსაღი სოციალური უნარი. რომ კი, მე ძალიან მნიშვნელოვანი ვარ და ასეთივე ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვა. და რიგრიგობით საუბრის კულტურა, ერთმანეთისთვის სივრცის მიცემის კულტურა, ესეც ვითარდება და ესეც არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი. იმიტომ რომ თუ მე სხვას ვავიწროვებ, იმის ხარჯზე, რომ სულ მე მინდა ვიყო ასპარეზზე და სულ მე მინდა ვილაპარაკო და სულ მე ვარ, ჩემი ფსიქიკა სადღაც იცი რას აღიქვავს, რომ იგივე მეც დამემართოს, შემავიწროვონ და ხმა არ ამომაღებინონ. და სივრცე, სადაც მეტყვიან, რომ იცი რა, ოკეი, გვესმის შენ და ეხლა მოდი შენც მოგვისმინე ჩვენ, ხო? ეს სივრცე კიდე მე არაცნობიერად მასწავლის, რომ ვაანახე, აქ ყველა ადამიანის სივრცე დაცულია, რომ ყველამ უნდა ილაპარაკოს, ყველამ უნდა გამოხატოს თავის თავი და ეს მე პირიქით მსიამოვნებს სადღაცა არაცნობიერში, რომც გამაჩუმონ. ეს წესი მე ჩემზე კეთილად აისახება, იმიტომ რომ ხვდები, რომ შეიძლება მე არ აღმოჩნდები იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა სხვებს ვაყენებდი. და საერთოდაც იმიტომ ვაყენებდი სხვებს მაგ მდგომარეობაში, რომ მე ვიყავი ხოლმე ადრე. მე მაჩუმებდნენ და მე არ მაცდიდნენ თქვათ ლაპარაკს და ეხლა ერთი რომ დავიწყე ლაპარაკი, ეხლა მე ვაჩუმებ სხვებს, იმიტომ რომ გონია, თუ ეს არ ვქენი, მე გამაჩუმებენ ისევ და უცებ ვიპოვე სივრცე, სადაც ოკეი, მე გამაჩუმეს. იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ სხვებსაც მიეცა სივრცე რომ ილაპარაკონ. ესე იგი მეც მომეცემა სივრცე. ნახეთ, ახალი გამოცდილება მოვიდა რა, რომ იმისათვის რომ ლაპარაკის სივრცე გქონდეს, სხვისი დაჩაგვრა არ არის საჭირო. არის აქ პოტენციალი, ძალიან ვრცელია სივრცე, დიდია, იმისთვის რომ ყველა მილაპარაკოს და ყველამ გამოხატოს თავის თავი. ეს რაც შეეხება სოციალურ skills როგორ ასწავლის ეს ერთად ყოფნა და ეს მე-11 პუნქტია, ნებისყოფასაც როგორ ავითარებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ფსიქიკური ჯანმრთელობა არ დგას არც მხოლოდ მეზე და არც მხოლოდ სხვებზე, არამედ მათ ცეკვაზე. აი როგორც ცეკვის დროს ორი ადამიანი თან მუსიკის რიტმშია და ამაზე მეტი წესის დამორჩილება რა გინდა, მაგრამ თან შემოქმედებითად იწვის და თავის თავს გამოხატავს რა. კი, წესს იცავს, რომ იმ მუსიკაზე მოძრაობს, აბა ამოვარდეს რიტმიდან, მაგრამ ძალიან მაგრად გამოხატავს თავის თავს ამ დროს. ბევრად უკეთ, ვიდრე ქაოტურად რო ემოძრავა. ხო? ეხლა შემდეგი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადრე ადამიანი ძალიან არქაულ ხანაში, პრეადამიანს ვეძახი მე ამას, ცხოვრობდა ესე, რომ რაღაც როგორ გითხრა, ცენტრირებული იყო ცენტრში ვიღაცაზე, ალფაზე ეგრეთ წოდებულზე, მე ამ ალფას მოკლავდნენ, შეჭამდნენ, მე ისევ ახალ ალფას იპოვიდნენ, მე იმასაც მოკლავდნენ, შეჭამდნენ და იყვნენ ესე, კანიბალურ, ინცესტუალურ, ნახევრად-ცხოველურ მდგომარეობაში, ხო, ეს ამის გადმონაშთები დღემდე არის. და შემდეგ ადამიანმა იმისათვის ეს აღარ გაეკეთებინა, იმიტომ რომ იგრძნო მან დანაშაულის გრძნობა და ტკივილი, რომ სხვას კლავდა და ჭამდა, მოიფიქრა რიტუალები. და პირველი რიტუალი იყო ტოტემური ცხოველი, რომელსაც რიტუალურად კლავდნენ აი ამ რაღაც უძლეველი ალფას ნაცვლად და იმას ჭამდნენ. და აქედან მოდის ეს განტევების ვაცი, მამა აბრამის პატკანი, ქრისტეს სისხლი და ხორცი და ბევრი სხვა რამ. რომ ადამიანი მიხვდა, რომ ნამდვილი სისხლის დაღვრას ჯობია, რომ ითამაშოს ეს რიტუალი და ასე განიმუხტოს ის აგრესია თუ ის რაღაც ენერგია, რაც დაუგროვდა. რომელიც ყველა ცხოველში არის აგრესია.
ადამიანშიც არის აგრესია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ისევ შემოქმედებას უბრუნდები, აი ეს როგორ გითხრათ, ერთად რაღაც მაღალი შემოქმედების ყურება, რომელიც ხშირად არის ტრაგედიაზე აგებული, თუ დაკვირვები ხართ. მე შექსპირის კომედიები ვიცი, რომ გენიალურია, მაგრამ რამხელა ფუნდამენტია შექსპირის ტრაგედიები. მე ვიცი, რომ ჩარლი ჩაპლინის კომედიები ძალიან სასაცილოა, მაგრამ ამ სიცილში პარალელურად ძალიან დიდი ტრაგედიებია ნაჩვენები, ხო? ანუ განუზომელია ტრაგედიის კათარზისული, კათარტული, არ ვიცი ესეც ამბობენ, მნიშვნელობა. განუზომელია, იმიტომ რომ ის რაღაცა დიდი აგრესია და ის დიდი მუხტი, რომელიც ადამიანში არის, ის ზუსტად აი ამ ტრაგედიის ყურებით, იმიტომ ჩვენ რო ვუყურებთ, ამას განვიცდით საკუთარ ტყავზე, ხო? აი ამით განიმუხტება და ესეც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე. ამიტომაც არის ფასდაუდებელი თეატრი, კინო, ესეთი პერფორმანსის შემცველი შემოქმედება და მაკურნებელიც არის კონცერტები, სადაც იმხელა მუხტი იკვრება, რომ ადამიანები იკურნებიან და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ პური დასანახაობა, რომელიც ცნობიერდება, ასევე ძალიან კარგია ფსიქიკის ჯანმრთელობისთვის და ძალიან ცუდია, როდესაც არ ცნობიერდება და მანიპულირებენ ჩვენით და რაღაც, როგორ გითხრა, პურს დასანახაობას გვთავაზობენ იმ დოზით, რომ ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩება. ეს ძალიან ცუდია. ანუ ყველაფრის გამოყენება შევა პირიქით. დანა კარგია, თან ცუდია, ცეცხლი კარგია და ჯანმრთელია, თან შეიძლება ხანძარი მოახდინო და ასე შემდეგ, ხო? და ხო, შემდეგი პუნქტი აქ არის, თუ არ ვცდები, მე-13. ბავშვობა. ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ბავშვობა შენარჩუნებული აქვს, და ის თავის თავს არ მოიაზრებს რაღაც დასრულ სერიოზულ არსებად და მასში არის პირველ კლასელის ჰიპოსტასიც ისევ შერჩენილი, ხო, ის ღიაა, რომ ისწავლოს და ღიაა, რომ სიახლე მიიღოს და შეცვალოს რაღაცები და ეს გახსნილობა ცვლილებისკენ, ეს ენთუზიაზმი ბავშვისეული და ეს სიახლისკენ მიმღებლობა და ინტერესი, ცნობის მოყვარება არის ზუსტად ის ჯანსაღი ველი, რაშიც ადამიანი ძალიან ვითარდება. და მე ეს ბედნიერება მქონდა, რომ ძალიან პატარა ასაკში ერთმა უბრძენესმა ადამიანმა მასწავლა, რომ ყოველ დილას რო გაიღვიძებ, თუ შენ წარმოიდგენ, რომ პირველ კლასელი ხარ. ბევრად მე რამეს ისწავლი, ბევრად მეტ რამეს ისწავლი, ვიდრე თუ წარმოიდგენ, რომ აი მე ეს ვარ, ის ვარ, პროფესორი ვარ, მასწავლებელი ვარ და ასე შემდეგ და ასევე ეს მაგალითი ნანახი მაქვს მე დედაჩემის მაგალითზე, რომელიც არის ძალიან დამსახურებული თავის სფეროში. მას აქვს საფრანგეთის მთავრობის მიერ მინიჭებული აკადემიური პალმის რტო, როგორც ფრანგული ენის სპეციალისტ, თარგმნელს და მოღვაწეს. ამის და მიუხედავად, ყოველ დღეს ის და აბა რა არის იქ ახალი გავიგო ჩემს სფეროში და რა სტატია გამოვიდა და უი ეს არ ვიცი, ახლა ვნახო მოვძებნო და აი ამ ამბავშია ყოველ დღე. ნუ ეს პირდაპირ მაგალითი მაქვს ნანახი, რას ნიშნავს პირველ კლასელის განწყობა ადამიანში. რომ აი მუდმივად მქონდეს დაშვება იმის, რომ რაღაცა არ ვიცი და მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი, ხო? ეს ზუსტად ამისთვის არის. მე თუ ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მზათა ვარ ვისწავლო და მე თუ ვიცი რაღაცეები და ზუსტად ვიცი და პასუხები ყველა კითხვაზე მაქვს და თუ პასუხი არა მაქვს, ცუდი ტიპი ვარ და მაშინ თუ არ ვიცი, ნუ ვლაპარაკობ და გავჩუმდე და აი ესეთი რწმენების მატარებელი თუ ვარ, მაგ შემთხვევაში დახურულია ჩემი ზრდა, გაჩერებულია ახალის მიღება, ხო? აი ეს არის ასევე საპირისპირო იმისა, რაც ვთქვი და ანუ ჯანმრთელობის საწინდარი არის ბავშვობა, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ რაღაცები არ ვიცი და ვისწავლო. და ოკეი ვიყო ამასთან, რაც ვთავაზე, თავი დამცირებულად კი არ ვიგრძნო, რომ არაფერი ვიცი, პირიქით. და ბოლოს ვიტყვი გვირგვინი ჩემთვის ამ ყველაფრის მე-14 არის კონცენტრაცია. ეს კონცენტრაცია ისევ უკავშირდება
იმას, რომ ჩვენ მონადირე ცხოველები ვართ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთ დღეს ვეგეტარიანელები არ გავხდებით. შეიძლება გავხდეთ, არის დიდი ალბათობა ამის. იმიტომ რომ ადამიანის ძველი გარემო და თვისებები ახლებურად არის დღეს მოდანილი. ის იგივე ვერ იქნება. ადამიანის სუიცვლება აქტუალიზდება. შეიძლება ესეც შეიცვალოს, რომ ხორცის ჭამელები ვართ. ის ფაქტია, რომ შეცვლილია, რომ ჩვენ ნადირობა აღარ გვიწევს, ხო? რამხელა ცვლილებაა, ჩვენ მონადირეები ვიყავით და მერე დავიწყეთ ცხოველების მოშენება. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა და მაინც ვინაიდან ჩვენ მონადირეებად ვიყავით ჩამოყალიბებულები, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფსიქიკის ფუნქცია იყო კონცენტრაცია. ნახე თვალები როგორი გვაქვს წინ ვიყურებით. ჩვენ ჩასაფრება შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია ბუჩქებიდან რაღაცებს ჩაუსაფრდეთ და დაველოდოთ და არ ვიცი 20 საათი ველოდოთ. და ვიყოთ აი ამ როგორ გითხრა გაფაციცებულ და ჩასაფრებულ მდგომარეობაში ხო და ეს იყო ის რაშიც ჩვენი ფსიქიკა ჩამოყალიბდა და ეხლა დღეს რა ხდება 50 ტაბი მაქვს გახსნილი გადავხტივარ გადმოხტივარ გავიხედე ჩიტი გამოფრინდა გამოვიხედე მგელი გამოვარდა იქით რეკლამა შემომატენეს იქ ნოტიფიკაცია მოვიდა ტელეფონმა დარეკა მეზობელმა დაიხმაურა ქუჩიდან ხმა შემოვიდა ძაღლმა დაიყება ვაიმე ნახე ვაიმე ხმაური და მძვინვარება ხო? ეს არ არის ჯანმრთელი ადამიანისთვის. ადამიანი თავს ჯანმრთელ და კარგად იგრძნობს და ეს არის უამრავ კულტურაში თუ რელიგიაში თუ პრაქტიკაში ზოგჯერ ინტუიციით და ზოგჯერ ცნობიერად ძალიან ცნობილი რამ, რომ ადამიანს ჭირდება კონცენტრაცია. ეხლა უკვე ნადირობის ხანა არ არის, მაგრამ როდესაც შენ ზიხარ მაგალითად და რაღაცა ამოცანის ამოხსნაზე კონცენტრირებ და ფიქრობ თუ მათემატიკოსი ხარ. ძალიან გავს ეს ნადირობას. შენ აკვირდები და დასდევ პასუხს. ლოგიკურ ბმებს აბავ, რომ აი აუდრის b + 3-ს, ესე იგი რას უდრის b? 100 გამოვაკლოთ 3 და ეს რაღაცებს რო ფიქრობ, ეს კონცენტრაციაა უკვე. და ეს მაკურნებელი ეფექტის მქონეა. ამიტომ არის რომ სწავლის დროს ადამიანები ოპტიმისტურად განეწყობიან ხოლმე, როცა კაი მასწავლებელი ხართ. და კარგ ხასიათზეც დგებიან, იმიტომ რომ კონცენტრირებენ რაღაცაზე. და კონცენტრაცია თავიდან უსიამოვნოა. არც მონადირეს არ სიამოვნებს ბუჩქებში როა ჩასაფრებული და 10 საათი რო უცდის კურდღელი როდის გამოხდება. არ არის ეგ სასიამოვნო, მაგრამ კონცენტრაციის კუნთი ამაღლებადია, განვითარებადია და კი ჩვენ ფსიქიკას აქვს ამის მოთხოვნილება რომ კონცენტრირდეს და ეს არის გვირგვინი ჩემი აზრით, რომ აი ისე ჯგუფს რო დაუბრუნდე, ხო? აი კაი მარტო თუ ვარ კონცენტრირდები რაღაცაზე, ან გრძნობაზე, ან სხეულზე, ან ფიქრზე, მოგონებაზე, ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება ვკონცენტრირდე ჩემს შიგნით, ან გარეთ ვუყურებ, არ ვიცი, გარეთ რაიმე საგანს, ან ვუსმენ რომელიმე ადამიანს, ეს ყველაფერი კონცენტრაციის აქტია. მაგრამ ეხლა რა შეიძლება რომ ჯგუფში მოხდეს? ჯგუფში შეიძლება რა მოხდეს? რომ ერთი ადამიანის საკითხი დააფოკუსოს და კონცენტრაციის ქვეშ მოიყვანოს, არ ვიცი, 10 კაცმა, 20 კაცმა. და უდიდესი, როგორ გითხრა, მუხტი აქვს ამას, რომ აი თქვათ უძილობა მაქვს, ხო? და მე მარტო კი არ ვარ ამასთან. აი 20 და 30 კაცი ჩემთან ერთად აკვირდება და მხარს მიჭერს, რომ აი რა ვქნათ ამის უძილობაზე. ამას ეს ხო არ ნიშნავს და აი ვიღაცა შეიძლება თავის გამოცდილებას აზიარებს, რომელიც გავს. ვიღაცა შეიძლება რაღაცას მიზიარებს, რომელიც მოისმინა, ამაზე რჩევა. ან ვიღაცა ჩემს ძილს განიცდის ჩემთან ერთად, რომ ძილის პრობლემა მაქვს და ასე შემდეგ. ანუ 20 ადამიანი 30, რა ვიცი, რამდენიც გინდათ აფოკუსებს ამ ერთ საკითხს და რამხელა ძალაა ამაში და რამხელა გამოცდილება, ხო? სად ერთი ადამიანი უყურებს და სად 20, იმიტომ რომ ეს 20 ერთმანეთს ავსებენ. აი მუსიკაში აი ესეთი რამე არსებობს, რომ ცალკე რო ჟღერს ინსტრუმენტი, არის ხოლმე უფრო მეტი ალბათობა რომ იყოს ყალბი. ან ცალკე რომ ღერის ადამიანი, მეტი ალბათობაა რომ ყალბი ბგერა წარმოშვას რა მან სიმღერის დროს, მაგრამ თუ გუნდშია გუნდი ყოველთვის სწორად გალობს, იმიტომ რომ ეს ხმები ერთმანეთს აწონას სწორებს, ბევრი. და საერთო ჯამში ობერტონი რაც მოდის, უფრო ადვილი მისაღწევია, რომ იყოს სუფთა და სწორი. ასევე არის ორკესტრშიც. ბევრი ვიოლინო ერთად რო უკრავს, მაგ შემთხვევაში კი იქაც არის, რა თქმა უნდა, გადახვევა, გადმოხვევა რაღაცები, მაგრამ უფრო ადვილი გასასწორებელია ეგ ბგერა, ვიდრე ერთი ცალი ვიოლინო რო რაღაცას შეუთავსო. იმიტომ რომ ის ერთია. და ყველა სმენა არის მიახლოებითი.
კი, აბსოლუტური სმენა არსებობს ერთი შეხედვით, მაგრამ ეგეც მიახლოებითია, უფრო მეტად და უფრო ნაკლებად აბსოლუტური სპექტრია. და როცა ბევრი ინსტრუმენტია ერთად, ამ ობერტონის მიღწევა, რომელიც არის უფრო და უფრო მეტად ზუსტი, არის უფრო ადვილი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი თუ უსმენოთ არის ვინმე იქ მოცემული ან ინსტრუმენტი არის აშლილი და გაფუჭებული, ეგ სხვა შემთხვევაა. მაგრამ მაგ შემთხვევაშიც თუ დიდია ორკესტრი, ფარავს, უცხო ყური, ახლა დირიჟორი გაიგებს, მაგრამ უცხო ყურმა ვერ გაიგოს იქ, რომ ერთი ცალი აშლილი იყო და ის ერთი ცალის უფრო და უფრო ინტეგრირდება და როგორ გითხრათ, აი სმენა მოცემულობაა ხო, რაღაც ფიზიკური, ამის მიხედვით ნელ-ნელა შევა ისიც ინტეგრირდება ამ ორკესტრში. და ორკესტრს აქვს ძალიან დიდი ძალა, მე დამიკრავს ორკესტრში და მარტოსაც დამიკრავს და არის სხვაობა, იცი, ორკესტრში რო უკრავ, სულ სხვა ემოციური მუხტი მოაქვს, იმიტომ რომ ბევრნი ვართ იქ. ბევრი ვაკეთებთ ერთად რაღაცას. ანუ კონცენტრაცია არის, ასე ვთქვათ, ჩემთვის გვირგვინი ამ 14 პუნქტის, მე 14 და ეს კონცენტრაციაც ისევ არის ან მარტო მყოფობაში, ჩემ საკუთარ თავზე და გარემოზე, რომელსაც მე ვაკვირდები და ძალიან განუზომელი და დიდი მნიშვნელობის მქონე არის კონცენტრაცია ჯგუფში. როდესაც ბევრი ადამიანი აფოკუსებს ერთი ადამიანის საკითხს. და აი ეს ყველაფერი ამოვიწერე, ჩავინიშნე ფურცელზე და დღეს თქვენ გაგიზიარეთ. არც ერთი ეს პუნქტი არ მოითხოვს არც $1,000,000, არც რაღაც, როგორ გითხრათ, წარმოუდგენელ დიდ ძალისხმევას და ისინი განაპირობებენ ჩვენ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, წინსვლას, კეთილდღეობას და უკეთ ყოფნას. და შესაბამისად ჩვენი სიცოცხლეც უფრო სისხლსავსე ხდება. მე ასევე რა თქმა უნდა ამ 14 პუნქტის მიხედვით მაქვს შექმნილი Everyway, ჩემი დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ბუნებაში გასვლებს, შეკრებებს, კრეატიულ ივენთებს, შემოქმედებითობის გამომჟღავნებას, სასწავლო კურსს, სადაც ასევე ძალიან ბევრი კრეატივია და ზუსტად აი ესეთ გარემოს, რომელშიც ერთადერთი წესი არის პატივისცემა, განწყობა არის მიმღებლობა და კეთილგანწყობა, თუმცა ხდება კონფლიქტები და არის სტრესული სიტუაციები. აი ესეთი არის Everyway. თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და გინდათ რომ ისრუნოთ ცნობიერად თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ საბედნიეროდ არაცნობიერად ჩვენ ყველა ისედაც ვაკეთებთ ამას, თორე ეხლა დაღუპული იქნებოდა სამყარო, ამ შემთხვევაში დამიკავშირდით, შემომიერთდით, მომწერეთ და მე გაგაცნობ სრულ პალიტრას, რა შემოქმედებითი შეკრებები გვაქვს და ამოარჩიეთ ის, რომელიც არის თქვენთვის ყველაზე საჭირო და საინტერესო. ლამაზ დღეს გისურვებთ.